ერთ-ერთი მთავარი გმირი ჩვენთანაც არის შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი კახარია. ის ქართულ პოლიტიკაში 2013 წლიდან არის. იგი იყო თავდაპირველად, როდესაც ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა და მოვიდა ხელისუფლებაში, პირველ ეტაპზე იყო ბიზნეს ომბუდსმენი, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი და 2017 ზუსტად 1 წელი იყო ეკონომიკის მინისტრი და 2017 წლის ნოემბრიდან ის არის შინაგან საქმეთა მინისტრი. და ის ახლა არის ჩვენ სტუდიაში და შემოგვიერთდება და ვისაუბროთ იმ რაღაც ძირითად საკითხებზე, იმ დაგროვილ თემებზე, რაც უკავშირდება მის სამინისტროს, მის უწყებას და მოგესალმებით, ბატონო გიორგი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. როდესაც დიდი პაუზის შემდეგ მედიისთვის გადაწყვეტეთ ინტერვიუს მიცემა, აუდიტორია დაირჩიეთ ტელეკომპანია პირველის აუდიტორია, ხო? მაყურებელი თან ხაზი გაუსვით იმას, რომ ეს იყო ძალიან გააზრებული გადაწყვეტილება. როდესაც პოლიტიკოსიდან თქვენი წონის არ გამოარჩევს ტელევიზიებს აუდიტორიის მიხედვით, ეს არის ძალიან კარგი და მისასალმებელი, მაგრამ როდესაც ამხელა პაუზა ჩემ აზრს გეტყვით, ასე ვთქვათ, თქვენი ნაბიჯი, ჩემი აზრით, იყო ნაკარნახევი უფრო პოლიტიკური კონიუნქტურით და რაღაც გარკვეული კომპლექსებით, რომელიც თქვენმა ხელისუფლებამ აიკიდა იმ ცნობილი, ასე ვთქვათ, წერილის გამო, რომ თითქოს და TV პირველს თქვენს თხოვდით რაღაც იმედის ტრენდზე გადასვლას. ვცდები მე თუ არა? და მაშინ იქნება ახსნათ ეს გააზრებული აბსოლუტურად გადაწყვეტილება, რას ნიშნავს? თეონა, არ ცდებით, თუმცა მე ამას ცოტა სხვანაირად ვაფასებ. ამ გადაწყვეტილებაში იყო გარკვეული სუბიექტური კომპონენტი, რომელიც თქვენ დაასახელეთ. რა თქმა უნდა, ეს იყო გააზრებული ნაბიჯი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ეს რაღაც ილუზიები შექმნილია წერილებთან, ტრენდებთან და ასე შემდგომ საზოგადოებაში, სადაც მედიის თავისუფლება დღეს არის ცალსახა ერთმნიშვნელოვანი, კიდევ ერთხელ ამ ფორმატში, ამ ტელევიზიაში დაგვედასტურებინა, რომ მათი კრიტიკულობა და ობიექტურობა ჩვენთვის არის როგორც ასეთი ღირებულება, მათ შორის შემთხვევასაც. ამიტომ იყო ეს ნაბიჯი გადადგმული, თუმცა რა თქმა უნდა, ამასთან ერთად იმ ვალდებულებასაც ვგრძნობდი, რომ სხვა ტელევიზიებშიც აზრი უნდა დამიფიქსირებინა, რატომაც ახლა აქ ვარ. კარგით, მაინც თქვენი აზრით ეს იმედის ტრენდი, აი თქვენ თუ შეგიძლიათ ამ მედიის ტრენდებზე ახლა გითხრათ, იმიტომ თქვენ პოლიტიკოსი გწანდებით, ხო? აი ეს იმედის ტრენდი რას ნიშნავს და ზოგადად როგორია თავარი, ასე ვთქვათ, ტენდენციები მედიაში. სხვა მათ შორის გვაინტერესებს აი კრიმინალის გაშუქებასთან დაკავშირებით, ხო? ეს თქვენი მიმართულება უშუალოდ. Ну, საერთოდ ხა ტრენდებზე მოდით ისაუბროს იმან, ვისი განზომილებაც იყო, ვინც ეს მოიფიქრა საერთოდ, ხო. აქ მე ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩემთვის მედიის კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ მედია უნდა იყოს უკიდურესად კრიტიკული, მწვავედ კრიტიკული, თუმცა ობიექტური. ეს არის ძირითადი განზომილება და აქ არანაირი საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს არც პოლიტიკურ შეხედულებას, ვაღიარებ, რომ მედია ასევე შეიძლება პოლიტიკურადაც იყოს ანგაჟირებული. მაგრამ ეს არ უნდა კარგავდეს ობიექტურობის, ის არ უნდა კარგავდეს ობიექტურობის ხარისხს. ეს არის და ეს. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ დღეს ჩვენს მედია სივრცეში ჯანსაღი გარემოა და დარწმუნებული ვარ, რომ ზოგ შემთხვევაში ბევრად უფრო მწვავე შეკითხვებს მე ვიღებ აქ. ეს არის თქვენი აზრი იმედის ტრენდზე, ხო? აი, გადავიდეთ. ჩვენ არ გვაქვს ეს კომპლექსი, ამიტომ დაგისვით ეს შეკითხვა. გადავიდეთ დანარჩენ კითხვებზე. თქვენ თქვით, რომ მედია უნდა იყოს ობიექტური, მაგრამ კრიტიკული. წვავედ კრიტიკული. თუნდაც წავედ კრიტიკული. მაგრამ მე ვხედავ მაგალითად, რომ მედიაში, ქართულ მედიაში ეს არ ეხება მხოლოდ ერთ არხს. კრიმინალის გაშუქების თემა ზოგადად არის ძალიან ისეთი ვრცელი, მასშტაბური და რაც თავარია, ხშირად აი პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ამ კრიმინალის გაშუქებით იხატება ერთგვარი აპოკალიფტური სურათი, რომ ქვეყანაში რაღაც ძალიან ცუდად არის. ანუ მაყურებელს უჩნდება განცდა, რომ ვერ აკონტროლებს ხელისუფლება ამ კრიმინალს, აი იმგვარად ხდება ეს გაშუქება. ჩემი კითხვა არის მარტივი, რომ როგორ აფასებთ თქვენ გაშუქების ნაწილში კრიმინალის სპეციფიური თემაა, ეს არ არის რაღაცა წეს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი და გარდა გაშუქებისა პირდაპირ უშუალოდ როგორ შეიძლება შეაფასოთ კრიმინოგენური ვითარება ქვეყანაში.
მოდით მომეცით იმის უფლება, რომ გაშუქების ნაწილზე რაღაც კომენტარებს არ გავაკეთებ. ვიტყვი მხოლოდ რომ რა თქმა უნდა მედია როგორც ასეთი განსაკუთრებით ისეთ მგრძნობიარე თემებზე საუბრის დროს, როგორიც არის კრიმინალი და უსაფრთხოება, რა თქმა უნდა სოციალურ ფსიქოლოგიაზე ზემოქმედებს ერთმნიშვნელოვნად და ეს არის გარკვეული პროპაგანდის ინსტრუმენტი, თუმცა აქ გავჩერდები და ამის შემდგომ მაშინ აქ ჩაგეჭრებით და კითხავთ რომ თქვენიც შთაბეჭდილებით რასაც თვალყურს ადევნებთ კრიმინალის გაშუქებაში იგრძნობა და ხედავთ და გრძნობთ თუ არა პოლიტიკურ სპეკულაციას თუ არა ჩემთვის როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის რას ვგრძნობ მე და რას არ ვგრძნობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამე თუ ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ თანაბარ პირობებშიც კრიმინალი როგორც გამოწვევა თითოეული მოქალაქისთვის არ იყოს პრობლემა. ამიტომ ჩვენ თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ყველას თავისი არჩევანი აქვს, ზოგი მედიას იყენებს პროპაგანდისთვის, ზოგი მწვავე და ობიექტური კრიტიკისთვის, აქ ჩვენ ალბათ უნდა გავჩერდეთ. და ამ თანაბარ პირობებში თუ არის გარკვეული, თქვათ, მედია პროვოცირება ან სოციალურ ფსიქოლოგიაზე მედიას საშუალებით ზემოქმედების მცდელობა, ესეც განზომილებაა, რომელშიც პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს უწევს მუშაობა და ეს არ უნდა იყოს ჩვენი პრობლემა. ჩვენი პრობლემა უნდა იყოს კრიმინალთან ბრძოლა. რაც შეეხება ახლა კრიმინალს და ჩვენ ძირითად თემაზე რო გადავიდეთ. მე არაერთხელ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ როდესაც ერთი წლის წინ მე ძალიან კარგად მახსოვს ეს დღეები, ჩვენ ღიად და ოფიციალურად დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ჩვენ პირველ ნაბიჯს გადავდგამთ იმისთვის, რომ და პირველი ნაბიჯი ჩვენი იქნება, რომ სტატისტიკა იყოს ღია და ობიექტური და შევცვლით სტატისტიკასთან მიდგომის მეთოდოლოგიას აბსოლუტურად გააზრებულად გავაკეთეთ ეს და გვესმოდა და ვიცოდით და მაშინაც დავაფიქსირეთ რომ ერთი წლის შემდეგ დაახლოებით პლუს მინუს ეს თემა იქნებოდა გამოყენებული როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. რის წინაშეც ახლა ვდგევართ. თუმცა ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ და ვსაუბრობთ ელემენტარულ ციფრებზე, არითმეტიკაზე და ვამბობთ რომ მძიმე დანაშაულის ნაწილში შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს, რომ ჩვენ გვაქვს უცვლელი ან კლების დინამიკა. რაზე ვსაუბრობთ? ვსაუბრობთ მკვლელობებზე, ვსაუბრობთ სხეულის მძიმე დაზიანებებზე, ვსაუბრობთ ყაჩაღობებზე და ასე შემდეგ. აქ სადაც საქმე ეხება ორგანიზებულ ან მძიმე დანაშაულს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს, რომ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი 2001 წლიდან 2017 და მათ შორის 18 წლებიც. ამის შემდგომ ჩვენ მივდივართ და ვამბობთ, რომ ისეთი დანაშაული, როგორიც არის საკუთრების წინააღმდეგ დანაშაული და ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაული და აქ ხაზგასმით მინდა აღნიშნო, გულისხმობთ სხეულის მსუბუქ დაზიანებებს, ხოლო საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულში გულისხმობთ ძირითადად ქურდებებს, აქ გვაქვს გარკვეული ზრდა. ეს ზრდა ახსნადია სხვადასხვა თემებით და კიდევ ერთხელ რომ არ მივცე საშუალება სპეკულირების ჩვენ ოპონენტებს, არ ვამბობთ იმას, რომ ეს ზრდა გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკის გაუმჯობესებით. ვამბობთ, რომ აქ არის უფრო სიღრმისეული პრობლემებიც, რომლებზეც შემდგომ ვისაუბრებთ. და ამ მომენტში ჩვენ მარტივად რო ვთქვათ, შეგვიძლია აღნიშნოთ, რომ დღეს ქვეყანაში მომხდარი კრიმინალური შემთხვევების 62% მოდის ასეთ დანაშაულზე. უფრო მარტივად რომ თქვა, 1/3 დანაშაულის ეს არის ქურდობა. ყოველი მესამე დანაშაული ეს არის ქურდობა. მიუხედავად იმისა, რამდენად მძიმეა. შეიძლება იყოს ელემენტარული, რაღაც წვრილმანი დანაშაული, მაგრამ ჩვენ ამას ვერ რეგისტრირებთ. ხშირ შემთხვევაში ხდება აღრევა მაგალითად ყაჩაღობის და ქურდობის. ეს აბსოლუტურად სხვადასხვა დნმ-ის მატარებელი დანაშაული, ეს სხვადასხვა რამეზე ვსაუბრობთ, განზომილების დონეზეც. და აქ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თემას დაუბრუნდებით და შემიძლია აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ქურდობა, როგორც ასეთი და ეს როგორც მოგახსენეთ არის
ყოველი მესამე დანაშაული. ბატონო გიორგი, პოლიტიკური სპეკულაციების, ასე ვთქვათ, საგნად იქცა მაღალჩინოსნების სახლების გაქურდვის თემა, ხო? მოხდა ისე, რომ თალაკვაძის ბინა გაძარცვეს, შემდეგ ვოლსკის სოფლის სახლი თუ არ ვცდები, სოფელში იყო, ხო, ეს სახლი. და შემდეგ მინისტრ ქობულიასი. მე ვამბობდი კიდეც, რომ კამპანიას გავს, ხო, ეს ყველაფერი. ამ დანაშაულების შესახებ რა იცით? დაკავებულები არიან, როგორც ვიცი, მაგრამ თვითონ შინაარსზე, ასე ვთქვათ, დანაშაულის, რადგან ესეთი, ასე ვთქვათ, ეჭვიც გაჩნდა, რომ ეს რაღაც კამპანიას გავდა. ამ დანაშაულების შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი არჩილ თალაკვაძის შემთხვევის გარდა სხვა ყველაფერი გახლავთ ყოფით ნიადაგზე სპონტანურად ჩადენილი დანაშაული. ბატონი არჩილ თალაკვაძის შემთხვევაში ეს აქ გარკვეული ორგანიზებულობის ნიშნები შეინიშნებოდა, თუმცა ყველა ეს დანაშაული გახსნილია. ბატონი ვოლსკის შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა შემთხვევაზე ყავს დაკავებულები. მე კიდე ერთი რამე დაგითხრათ, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანაში არსებობს დანაშაულის რამოდენიმე წყარო. და აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობთ, რომ ეს არის ორგანიზებული დანაშაული, ეს არის, რა თქმა უნდა, კრიმინალური მენტალიტეტი, რომელიც დღესაც ჩვენთვის გამოწვევაა და დანაშაული, რომელიც მოტივირებულია ნარკო დამოკიდებულებით და სხვა სოციალურად მოტივირებული დანაშაულით. ეს ის განზომილებებია, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ჩვენ გვჭირდება სისხლის სამართლის პოლიტიკის გარკვეული კორექტირება. ეს არის ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ დღეს პირველად ვაჟღერებთ და ვამბობთ, რომ ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ამ 1 წლის განმავლობაში, გვაძლევს საშუალებას, რომ დავჯდეთ და ღრმა ანალიზის საფუძველზე დავიწყოთ მსჯელობა ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიციასთან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იმაზე, რომ რა სახით და რა მიმართულებით უნდა მოხდეს სისხლის სამართლის პოლიტიკას. ბატონო გიორგი, ანუ ცოტა უკან ხო არ მიდიხართ? არა. ამ ჰუმანური პოლიტიკიდან. არ მივდივართ უკან. შეხედეთ, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა გამკაცრება. გამკაცრება როგორც ასეთი არ არის თვითმიზანი. ჩვენთვის მიზანია ეფექტურობა. შეხედეთ, თეონა, როდესაც ჩვენ საუბრობთ სისხლის სამართლის რეპრესიულ პოლიტიკაზე, რომელიც შეიცვალა და უნდა შეცვლილიყო და რა თქმა უნდა სწორად შეიცვალა. და მე არაერთხელ აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჰუმანურობა არის, რა თქმა უნდა, მისასალმებელი და ჩვენ ამ გზას უნდა დავადგეთ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არანაირ წარმატებას დანაშაულთან ბრძოლაში არ ექნება არანაირი ფასი, თუ ადამიანის უფლებების დაცვა არ შევინარჩუნდეთ შესაბამის სტანდარტზე. ეს არის ერთმნიშვნელოვანი ფაქტი და ეს არის ერთმნიშვნელოვანი კონსტანტა. თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეფექტურობის ნაწილში ისეთ გამოვლენილ დანაშაულთან, როგორიც არის ქურდობა, როგორიც არის ოჯახში ძალადობა, როგორიც არის კრიმინალური მენტალიტეტი, სადაც ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით და კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილების შევთავაზეთ. პარლამენტ ზოგი უკვე მივიღეთ, ზოგის განხორციელების პროცესში ახლა ვართ. ეს არის უკვე აბსოლუტურად ჩამოყალიბებული სურათი და მესიჯი და გზავნილი არის შემდეგი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად დეტალების დონეზე ხედავს, აფასებს სწორედ სიტუაციას და აქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც ვახორციელებთ იმისთვის, რომ ის რისკებიც, რომელიც ჩვენ თითოეულ მოქალაქეს არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა, ეს მსუბუქი წვრილმანი დანაშაულია თუ სხვა სახის. ჩვენთვის ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების პრობლემა, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ. ნუ გიორგი, მე მგონია რომ თქვენ ხართ რთული არჩევანის წინაშე მაინც და ეს არის რაღაცა ვთქვათ პოლიტიკური შინაარსის თემა. ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორც არის საქართველო, შეუძლებელია
ჰუმანური, ალბათ თუ ვწდები გამისწორეთ, ისეთი მაღალი სტანდარტების, ასე ვთქვათ, ჰუმანური პოლიტიკა თქვენ სფეროში და პლუს ის რომ, ასე ვთქვათ, ქურდობაც კი არ იყოს. ეხლა ჩვენ ვიხსენებდით 2017 წელს გაქურდეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის სახლი. და ჩვენ ვიცით, რომ ევროპაში, ასე ვთქვათ, სამხრეთის ქვეყნებში განსაკუთრებით ეს არის სერიოზული პრობლემა, მაგრამ ისინი მე როგორც ვიცი, რაღაც ერთ, ასე ვთქვათ, პოლიტიკას ამის გამო რაღაც რადიკალურად და დრამატულად არ ცვლიან. ანუ ესეც ის ხომ არ არის, რაც გითხარით დასაწყისში, რომ თქვენი პოლიტიკური ოპონენტები ძალიან გაკომპლექსებენ. არა. არა. შეხედეთ, ჩვენი მიდგომა არის მარტივი. ჩვენ უბრალოდ ვაფიქსირებთ პოზიციას და ვხედავთ, რომ ჩვენ ვიქნებით იმდენად კაცრი, რამდენადაც სამართლიანი. ეს არის ჩვენი ძირითადი მიდგომა და ჩვენ ვამბობთ, რომ იქ სადაც ამის აუცილებლობა იქნება და ამის აუცილებლობა არის, ჩვენი მოქალაქეების ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია იქნება უაღრესად მკაცრი. ისევე როგორც, თუნდა მაგალითად ორგანიზებული დანაშაულის ნაწილში, ნარკოდანაშაულის ნაწილში, ქურდული მენტალიტეტის დანაშაულის ნაწილში, სადაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ გამკაცრებაზე. ჩვენ ვსაუბრობთ ორგანიზებულ დანაშაულთან უმკაცრეს ბრძოლაზე, რომლის კონკრეტული შედეგებიც გვაქვს. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რას ვამბობთ, შეხედეთ, რომ ორგანიზებული დანაშაულისგან მოტივირებული დანაშაულები, როგორიც არის მძიმე დანაშაულები, ყაჩაღობა, მკვლელობა, აქ ერთმნიშვნელოვნად ჩვენ გვექნება კლება, იმიტომ რომ ჩვენ აბსოლუტურად ვაკონტროლებთ სიტუაციას. ის დანაშაული, რომელიც არის გამოწვეული ყოფით ნიადაგზე სპონტანურად ჩადენილი დანაშაული, როგორიც არის მაგალითად წვრილმანი ქურდობა, ოჯახში ძალადობა, როგორიც არის ეს სუბუქი დაჭრები და ასე შემდეგ. აქ არის გასამკაცრებელი, თუმცა ეს ის სფეროა, სადაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ პოლიციის სიმკაცრე, როგორც თქვენ სწორად ბრძანეთ, იმიტომ რომ ეს კომპლექსური პრობლემა საქმეს ვერ გადაწყვეტს. აქ საჭიროა როგორც სოციალური მიმართულებით, ასევე განათლების მიმართულებით, კულტურული მიმართულებით და სხვა ბევრი მიმართულებით ერთობლივი მუშაობა. მაგალითისთვის ძალიან კარგი მაგალითია არასაუწყლონების თემა. სადაც ერთმნიშვნელოვნად ჩვენ ვნახეთ, რომ ძალზედ ხარისხიანი პროგრესი გვაქვს კანონმდებლობის ნაწილში, თუმცა აღსრულების ნაწილი გაგვიჭირდა. და როგორც შედეგი მივიღეთ, ის რომ არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი წვრილმანი ქურდობის ნაწილში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მაგრამ აქ არ აპირებთ გამკაცრებას. არასრულწლოვნების ნაწილში ჩვენ იუსტიციის მინისტრის პრინციპული პოზიციაც მახსოვს ამ საკითხზე. არასრულწლოვნების ნაწილში შეხედეთ, გამკაცრება შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ჩვენც ვამბობთ, რომ სრული ასაკის ჩამოწევა ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება და ეს ვერ მოაგვარებს საკითხს. და თავიდანვე ვამბობდით და ეხლაც ვამბობთ, რომ 14 წლამდე ბავშვებთან კი არა, საერთოდ სკოლაშიც პოლიციას არაფერი ესაქმება. თუმცა იქ არის სხვა ბევრი მომენტი, რისი გამკაცრებაც შეიძლება. მაგალითად, არასრულწლოვნების შემთხვევაში შეუძლებელია ღამით დაკითხვის წარმოება. მაგალითად, არასრულწლოვნების შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედებები უნდა დასრულდეს 35 დღეში თუ არ მეშლით. ეს იყო სარალიძის საქმეშიც პრობლემა. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ ინიციატივით გამოვალთ და შევცვლით და ამავე საკითხთან ერთად, რა თქმა უნდა მუშაობდეს რეფერირების სისტემა, რომელმაც უნდა მიხედოს ბავშვებს, რომლებიც არიან არასრულწლოვნები და აქვთ მიდრეკილება და ჩადიან დანაშაულში. აი თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ თემა ნარკოდანაშაული, ნარკოტიკები, ისედაც მინდოდა ამაზე მეკითხა, როცა საუბრობთ ქურდობაზე, წვრილმან ქურდობაზე, როგორც ისეთ დანაშაულზე, რომელზეც დიდი პროცენტი მოდის, ხო? თლიანად ჩადენილი დანაშაულების, მაგრამ ცალკე სფერო არის ეს ნარკოტიკები. მე თქვენ ისაუბრეთ გამკაცრებაზე, თან ორგანიზებული დანაშაულის კონტექსტში, მივხვდი მე რასაც გულისხმობთ, რაც ქვია შემოტანა, ამის რაღაცა გავრცელების პრევენცია და დისტრიბუცია, ხო? და არ იგულისხმეთ ჩემი აზრით მოხმარება. მაგრამ თლიანობაში ეს ყველაფერი წარმოადგენს ქვეყნის ერთიანი ნარკოპოლიტიკის შემადგენელ ნაწილებს, რომელიც ზეც მინდა რომ ცოტა ისაუბროთ როგორი არიან, როგორ ხედავთ თლიანად ამ ნარკოპოლიტიკას, მთელი ამ კომპონენტები და გამომდინარე, სადაც ყველაზე მეტად აინტერესებთ ადამიანებს მოხმარება. ხვალიდან
კიდევ უფრო მკაცრდება რაღაცნაირად ამ სფეროში ადმინისტრირება, იმიტომ რომ მძღოლებს უკვე სპეციალური ტესტირების საშუალებითაც ეჭვის საფუძველზე გასინჯავენ და უკვე ის კანონპროექტი დამტკიცებულია, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ სანქციებს, ხო, იმ შემთხვევაში თუ კი ნარკოტიკული თრობის ქვეშ აღმოჩნდა ადამიანი, ესეც ცოტა მე მგონი მოსახლეობას კარგად უნდა განუმარტოთ, რომ იგულისხმება მე როგორც მახსოვს მაშინ კანონპროექტის განხილვაზე, რომ როდესაც ადამიანი მართვის მომენტში იმყოფება ნარკოტიკული თრობის ქვეშ და არა ის რომ მან მოიხმარათ წინა დღეებში ან რაღაც საათების წინ. და ამავე დროს ნარკოტიკები იმ კონტექსტში რომ მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოს კვლავ მოხსენიებულია როგორც რაღაც ნარკოტრაფიკის ერთ-ერთი გზა და ამ ხრივარი პრობლემა ეს შემდეგ იწვევს ფულის გათეთრების დანაშაულს და ასე შემდეგ. ამ კუთხით უფრო კარგად განგვიმარტოთ, რომ მთლიანობაში როგორი არის ნარკოპოლიტიკა ქვეყნის, განსაკუთრებით ის ინიციატივები, რაც არსებობდა ვთქვათ ლეგალიზების ნაწილობრივი დაშვების კუთხით, იგივე კულტივაციის კუთხით და ასე შემდეგ. რომ არ დავაბრინოთ ჩვენი მაყურებელი, უნდა ვთქვათ, რომ ნარკოპოლიტიკა დღეს ქვეყანას არ აქვს. მსჯელობა მიმდინარეობდა ბევრი და საზოგადოება როგორც ყველამ ვიცით ვერ შეთანხმდა ამაზე და დღეს პარლამენტშიც მიმდინარეობს მსჯელობა და მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საბოლოო გაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს. საზოგადოება ვერ შეთანხმდა თუ პოლიტიკური ხელმძღვანელობა? მე ვფიქრობ, რომ ყველა ერთად პოლიტიკური ხელმძღვანელობაც საზოგადოების ნაწილია, ან პირიქით. მე ვუსმინე თქვენს ინტერვიუს, რომელიც 2017 წელს არის, მე მგონი ჩაწერილი და თქვენ იქ ამბობთ, რომ ჯერ ინფრასტრუქტურა და შემდეგ ლიბერალიზაცია. ანუ ამას ემხრობით. კი არის ამაში, რა თქმა უნდა, ლოგიკა, მაგრამ აქაც ცოტა რაღაც არათანმიმდევრული მეჩვენება ხელისუფლების პოლიტიკა. ანუ ჯერ რაღაც უფრო ლიბერალური პოლიტიკა იყო, შემდეგ ამაზე არის გაუთავებელი მსჯელობა, რომ ეს მივიდეს ბოლომდე, შემდეგ ეს პროცესი წყდება, შემდეგ ჩნდება ეს კანონპროექტი ამ კულტივაციის, შემდეგ ისევ ჩერდება ეს პროცესი და ეხლა რა სიტუაცია, ну მაშინ გითხარით. ну ჩვენ ხო ცხოვრობთ განვითარებადი დემოკრატიის პირობებში, ამიტომ მსგავსი ამას რაღაც პერიოდი უნდა მივეჩვიოთ. მოდით მე კონკრეტულ თემაზე ვისაუბრებ, ის რაც ამ მთელი ამ დისკუსიიდან ჩვენ მივიღეთ მარიხუანის მოხმარების ფაქტობრივი ლეგალიზება და სხვა ყველაფერი დარჩა ისე როგორც იყო. და რა თქმა უნდა კომპლექსური ნარკოპოლიტიკა ჩვენ არ აქვს და ეს სამუშაო ამაზე საფიქრებია. ამ მომენტში ჩვენ დავაზღვიეთ რისკები და ვთქვით, რომ მაშინ როდესაც ადამიანი იმყოფება კლინიკური ნარკოტიკული თრობის ქვეშ, ავტომობილის მართვა უნდა იყოს სისხლის სამართლით დასჯადი დანაშაული. და ვფიქრობთ, რომ ეს არის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. რატო? მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საზოგადოებაში, როდესაც მოხდა მოხმარების ფაქტობრივი ლეგალიზება, შემდგომ უკვე კონტროლი იყო ფაქტობრივად ეს სფერო დარჩა უკონტროლო. რატო? თუ წინა კანონმდებლობას დავტოვებდით, მაშინ ნარკოტიკული თრობის ქვეშ ავტომობილის მართვის პირობებში პირველად თუ გამოვლინდებოდა შემთხვევა, სისხლისამართლის პასუხისმგებლობა არ იყო და ადამიანს ეკითებოდა ადმინისტრაციული ჯარიმა. ეხლა თქვენ ხო წარმოგიდგენიათ, რამხელა რისკს წარმოადგენს კლინიკური თრობის ქვეშ ავტომობილის მართვა. ერთმნიშვნელოვნად მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება, ბევრი ვიმსჯერეთ ტექნიკურად როგორ დაგველაგებინა ამის აღსრულება, ბევრი ვესაუბრეთ ჩვენს კოლეგებს ევროპელებს და ვიპოვეთ ის გამოსავალი, რაც ვიპოვეთ, რომელიც აპრობირებულია ევროპაში და ეს არის ერთი მარტივი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ უბრალოდ ცივილიზებული ფორმა მივცეთ. ზოგიერთმა კოლეგამ თქვა, რომ მე მაგალითად საღამოსო თუ ფაქტობრივი ლეგალიზებულია და მარიხუანა მოვიხმარო და დილით სამსახურში რო წავიდეო, რატო ესო ჩემი უფლებების დარღვევაო. ამ ადამიანებს მე ერთი მარტივი კითხვა შევუსვა, რამხელა რისკის ქვეშ აქნებენ ისინი ჩვენი სხვა მოქალაქეების სიცოცხლეს და რა პრობლემას წარჯერ ეგერთი ჩვენ საუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ კლინიკურ თრობაზე. აი ეს მინდოდა მე თქვა და ხაზი გამესვა, რომ აქ ხდება ყველაზე მეტად მე რასაც დავაკვირდი გამოხმაურებს, აქ ხდება სწორედ აღრევა, რომ თქვენ საუბრობთ ამ რეგულაციაზე, მაგრამ ეს გადააქვთ მე იმ გაზომილებაში, რომ მე რო სადღაც ირაღამის მოვწი. კი, ეს გადააქვთ. ეს ძალიან კარგი მაგალითია, როგორც თქვენ ბრძანეთ. ეს გარკვეული კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის რაღაც პოლიტიკური პერფორმანსის თემა გახდა.
დიახ. მათ შორის. და ისინი ამაყობენ ამით აქ რაღაც საერთო სხვა. ბატონო გიორგი, აი ერთი რამ თუ ვწდები ხე შემი სწორედ უბრალოდ გამახსენდა, იყო ასეთი შენიშვნა თუ არ ვიცი პრეტენზია, რომ ნარკოდანაშაულის გამო მათ ვისაც აეკრძალა შემდეგ მართვა, ხო, ავტომობილის, ამ ნაწილში კანონი უფრო მკაცრია, ვიდრე დაუშვათ სიმთვრალის დროს რომ ადამიანს ეკრძალება. შეიძლება წლობით გაგრძელდეს ასეთი ადამიანისთვის მართვის მოწმობის ჩამოართვან, მაშინ როდესაც სიმთვრალეზე რაღაც მხოლოდ 1 წელია. აი ასეთი რაღაცეებია თითქოს კანონში. კი, არის ესეთი რაღაცეები. და აქ უნდა დავთვალისწინოთ. ამ ნაწილში მაინც თუ შეიძლება რაღაც გასწოროთ. შეხედეთ, ამ ნაწილში ერთადერთი ალბათ რისი გასწორებაც შეიძლება სიმთვრალის ნაწილის გავამკაცროთ. და არა პირიქით. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ აქ ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს ნარკოტიკული საშუალების რეალიზება და გასაღება ამ ქვეყანაში ლეგალური არ არის და შესაბამისად ნარკოტიკული თრობის ქვეშ რომ გავათანაბროთ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ ადამიანებთან ეს შეუძლებელია. თუმცა შედეგი ხშირ შემთხვევაში შეიძლება ალკოჰოლური შემთხვევაში უფრო მძიმე იყოს. ამიტომ შეხედეთ რეგლამენტის მიხედვით, როდესაც მძღოლს საპატრულო ინსპექტორი გააჩერებს, პირველი რასაც შეამოწმებს, ეს რა თქმა უნდა იქნება ალკოჰოლური თრობა. მხოლოდ შემდგომ გადავა ნარკოტიკულ თრობაზე და ამაშიც არის თავისი ლოგიკა. და შესაბამისად ჩვენ ერთი რამ უნდა გვეცმოდეს, ჩვენ როგორც სახელმწიფოს გვაქვს უამრავი საერთაშორისო ვალდებულებები აღებული ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების შეზღუდვასთან დაკავშირებით და ჩვენ რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად მივყვებით ამ გზას და შეუძლებელია გავათანაბროთ დღეს ნარკოტიკული თრობა და ალკოჰოლური თრობა. იმიტომ პირველ რიგში რომ ეს სხვადასხვა საერთოდ რანგის მაგრამ საჭესთან თქო ერთი და იგივეა ფაქტობრივად. ფაქტობრივად კი, აბა შეგეთქვით. თუმცა მან მნიშვნელოვანი იქნება იმ ხარისხის დადგენას, თუ კი გამძაფრდება ეს თრობის მაჩვენებელი უკვე საიდან იწყება. იმიტომ რომ ადამიანები მithumetes ამ ნაწილში ძალიან გზნობიარეები არიან ხოლმე, რომ აი ერთი ჭიქა რო დავლიო, ამაზე რა მომივა. ანუ ნარკოპოლიტიკა რაღაცნაირად ამბობთ რომ არ გვაქვს და ვარ თავისუფალი ვარდნის რეჟიმში, მაგრამ თუ შეგიძლიათ თქვათ რომ აი თქვენ პირადად რას ემხრობთ? თქვენი ხედვა თქვათ როგორი არის, მესმის რომ წარმოადგენთ ისეთ პარტიას, რომელიც ძალიან გრძნობიარეა საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის შენიშვნების მიმართ, მაგრამ აი პროაქტიული როგორ ამიმართულებით იქნებოდა? ერთმნიშვნელოვნად ნარკოტიკული საშუალებების რეალიზების და გავრცელების ნაწილში ჩვენ აუცილებლად ვდგევართ კანონმდებლობის და საერთოდ სისხლისამართლის პოლიტიკის გამკაცრების წინ და პარალელურად მოხმარების ნაწილში ლიბერალიზაცია ეს არის გარდაუვალი პროცესი. თუმცა ხაზგასმით დავნიშნო, რომ ამ ლიბერალიზაციას შედეგი მოყვება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ ინფრასტრუქტურულად ზურგს გაუმაგრებთ ჰუმანურ პოლიტიკას. სხვანაირად ეს ჰუმანური პოლიტიკა იქნება მოგვიტანს უკვე ეფექტს. აქეთ იდგმება ნაბიჯები? მე როგორც ვიცი, ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს და აქ დღევანდელ პირობებში ეს გამორიცხული პერსპექტივაა მაშინ, იმიტომ რომ არა, ეს ინფრასტრუქტურა ძალიან ძვირია, ეს ვიცით და ეს არის საკმაოდ ძვირი, თქო სიამოვნება ასეთი რეფორმები ძვირი დაუჭდა სხვა ქვეყნებსაც, მაგალითად პორტუგალიას, ხო, რომ მაგალითად ეღრნობოდნენ თქვენი გუნდის წევრები. ანუ ამ მიმართულებით თუ არის მაშინ დაწყებული რაღაც ძალისხმევა თუ აქეთ მიმართულებით. ამ მიმართულებით მას შემდგომ რაც ამაზე ბევრი ხმაურიანი მსჯელობა იყო, გარკვეული სამუშაო ჯგუფებში მუშაობა მიმდინარეობს, როგორც პარლამენტთან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროდან, იუსტიციის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროც არის ამაში ჩართული. მე ხა გითხარით ჩვენი პოზიცია რა არის? ჩვენ ვამბობთ, რომ მოხმარების ნაწილში ჰუმანური მიდგომის ეფექტი დადგება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც გვექნება ინფრასტრუქტურა. ინფრასტრუქტურის ნაწილი არის ჯანდაცვის სამინისტროს ნაწილი, ვიცი რომ მუშაობენ კონკრეტულად დღესად არიან, ვერ გეტყვით და არ მინდა. არის ინფრასტრუქტურის ისეთი ნაწილი, რომელიც თქვენს გეხებათ, თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნულ მალევე 2017 წლის ნოემბერში გამოაცხადეთ კრიმინალური პოლიციის რეფორმის შესახებ. ანუ წელიწად ნახევარი გავიდა მას შემდეგ. აი ამ რეფორმამ, რომელიც დაიწყო 21 წლის წინ, დღეს რა პროგრესს მიაღწია, მესმის რომ ეს სტატისტიკის გაუმჯობესებაც ამის ნაწილი იყო, ამავე დროს თქვენ გამოაცხადეთ რომ იწყებთ მშენებლობას ახალ ლაბორატორიის, რომელიც უკვე დნმ ანალიზით დაადგენს სხვადასხვა სამხილებს გამოიკვლევს
და ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ეს კრიმინალური პოლიცია გაძლიერდეს და მათ შორის პრევენციაზეც იმუშაოს და ერთ ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, რომ ეს იყო ისეთი სფერო, რომელსაც პრაქტიკულად დიდი ხანი აწლეულების განმავლობაში სერიოზული რეფორმა არ შეხებია. ამაზე თუ შეგიძლიათ გითხრათ, მოკლედ სათხართ ახლა ამ რეფორმაში და რა ფორმით ელით მის დასრულებას. მაშინ მოკლედ ვეცდები რომ ამაზე მოგიყვეთ, ესე იგი კრიმინალური პოლიციის რეფორმა უკვე მიმდინარე პროცესია, რეფორმის ძირითადი შინაარსი გახლავთ, რომ კრიმინალურ პოლიციაში გაჩნდეს სპეციალიზაცია. სპეციალიზაცია ნიშნავს, რომ კრიმინალურ პოლიციაში უნდა გქონდეს საუბნო მიმართულება, ოპერატიული მიმართულება და საგამოძიებო მიმართულება. საუბნო მიმართულების ნაწილში ჩვენ მივიღეთ ახალი თანამშრომლები და თბილისში უკვე პილოტურ რეჟიმში გავუშვით ვაკე საბურთალოს რაიონში. მართლწესრიგის ოფიცერი და წლის ბოლომდე მთლიანად დავამთავრებთ თბილისს. ეს არის საუბნო მიმართულება. საგამოძიებო ნაწილში მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავზომეთ 1400 შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის ცოდნის დონე, მათთვის შევადგინეთ ახალი საბაზისო კურსები და დავიწყეთ მათი სრული გადამზადება. გარდა ამისა, ეს რა თქმა უნდა ხორავას საქმის კონტექსტითაც იყო გამოწვეული. ჩვენ პროკურატურასთან, იუსტიციის სამინისტროსთან, პარლამენტთან და ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად უკვე კონცეფციის დონეზე მოვამზადეთ გამოძიების ნაწილში კომპეტენციის გამიჯვნის მიდგომა პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, რომ იყოს აბსოლუტურად კაფეოდ გამოყოფილი პასუხისმგებლობის ზონები, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიების, ასევე საზედამხედველო ფუნქციები პროკურატურის და კიდევ ბევრი რამ. მაგალითად, ტექნიკურ ნაწილში სამხრე კამერები, მაგალითად, კამერების ინფრასტრუქტურა მთელი ქვეყნის და ქალაქის მასშტაბით. საექსპერტო კრიმინალისტიკური მიმართულება, რომელსაც სულ ახლო მომავალში ექნება აბსოლუტურად ახალი შენობა და ახალი დნმ ლაბორატორია და რეალურად ეს ყველაფერი არის მიმდინარე პროცესი. დღეს აკადემია, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია არის ძირითადი ჰაბი, სადაც უნდა მოხდეს თვითონ სისტემური ცვლილებების დამადასტურებელი პროცესები, სადაც თითოეული პოლიციელი გაივლის ამ გადამზადებას, ან ახალი პოლიციელი, რომელიც შემოვა სისტემაში, იქნება ამ აკადემია გავლილი ადამიანი. და აქ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გავაკეთეთ ანაზღაურებადი სტაჟირება, რაც აქამდე არასოდეს არ ყოფილა. რა თქმა უნდა, აქვე გავაკეთეთ და ვთქვით, რომ გამოძიების ნაწილში მხოლოდ და მხოლოდ უნდა გვყავდეს უმაღლეს განათლებიანი იურისტები და კიდევ ბევრი რამ. მე ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტრო გახლავთ საზღვრის დაცვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გახლავთ სანაპირო დაცვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გახლავთ ოკუპირებული ტერიტორიები, საგანგებო სამსახური, სტრატეგიული ობიექტების დაცვა, 112 მომსახურების სააგენტო და კიდევ ბევრი რამ. და ხანდახან ისე გამოდის ხოლმე, რომ და ამ ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით საზღვრის ნაწილში, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილში, სადაც ფუნქციონირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და სანაპირო დაცვის ნაწილში ჩვენ ვიწყებთ რეფორმების ახალ ტალღას. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს როგორც ასეთს სამხედრო საზღვაო ძალები არ გააჩნია და შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და აქ ძირითად როლს იძენს სწორედ სანაპირო დაცვა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი მიმართულება გაუჩნდა ეს გახლავთ ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში. დასრულეთ? არა, მაგრამ გამაჩერეთ, არა უშუალოდ. კარგი, დაუბრუნდეთ მაინც პოლიტიკურ საკითხებსაც. ჩვენ ახლა ვცდილობთ თქვენთან ვილაპარაკოთ იმ საკითხებზე, რასაც თქვენ ორი კვირის წინ ბევრი არ გილაპარაკიათ. იმ წინა ინტერვიუში ან ტელეკომპანია პირველზე, როდესაც გისმენდით, თქვენ ხაზარაძის წერილთან დაკავშირებით, როდესაც გეკითხებოდნენ, თქვენ თქვით, მე მოგიყვანეს იქო ქუაშვილის მაგალითიც, თქვენ თქვით, რომ ეს არის ფასი, რომელსაც დღეს თქვენ იხდით, იმისთვის, რომ ბიზნეს ომბუდსმენი რო იყავით, ფორმალურად არ უდგებოდით, ასე ვთქვათ, თქვენ საქმიანობას. ეს გავიგეთ. რით ახსნით
ეკლესიის წარმომადგენლის, მაგალითად, მამა ბოდბის მიტროპოლიტის მეუღლე იაკობის, ასე ვთქვათ, განცხადებას, გახსოვთ ალბათ ეს განცხადება, ხო? მან შარშან დეკემბერში თქვა ასეთი რამ, რომ თქვენ ვერ გახდებით პრემიერ-მინისტრი, ის ასე იზამს. მე ეს შეცვალა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს რაღაც აგრესია იყო. ამას უკავშირებთ ამ მარიხუანის კანონპროექტს, მის ასეთ გაღიზიანებას თუ რას? იმიტომ რომ ბიზნესთან დაკავშირებით გასაგებია, მაგრამ აი ეს ეკლესიის წარმომადგენელიც უცბად თქვენ რომ დაგიპირისპირდეთ თუ თქვენზე გაბრას და ეს იყო რაღაც უცნაური ფაქტია, აი რით ახსნით ამას. არ ვიცი თემა, წარმოდგენა არ მაქვს. ესე გახსოვთ ეს. ჯერ ერთი არც ვისწრაფი, არც მიდასტი მიზანი არც მაქვს, ეს ერთი. მეორე ბევრი ადამიანი ცდილობს ახლა ჩვენ რო გვებრძოლოს. მე არ ვსაუბრობ ახლა ჩემზე, ხო? მე წარმოვადგენ გარკვეულ გუნდს და გარკვეულ უწყებას. და ხა ჩვენ, როდესაც ჩვენ საქმეს ფორმალურად აუდგებით, იქ გვერდითი ეფექტით ვის რა ვაწყენინეთ და ამის არც თვალყურის დევნების დრო არ გვაქვს და სიმართლე ვგითხრათ, აქ დიდი სურვილი. ჩვენ უბრალოდ სიამოვნებას ვიღებთ მიზანი და პროცესი ამ მიზნამდე მისვლის და გზა და ვიღაცას რაღაცა თუ აწყენინებ, ბოდიშით. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კრიტიკა, რომელიც არის ობიექტური, დასაბუთებული და რამდენად მწვავი არ უნდა იყოს, ამის არც არ შეგვშინებია, არც ახლა არ გვეშინია და ხა რამდენი მოხალისე ბოდიშით ხან ლონდონში და ერთი ლონდონში დაგვიბარებს დაკითხვაზე, მეორე ლონდონში გააგზავნის რაღაც საბუთებს და მესამ კიდე რაღაც ეს ამას უბრალოდ ვერ ავყვებით. გულწრფელად გეუბნებით, რომ ყოველდღიურად მარტივ მაგალითს გეტყვით. საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი. ეხლა დღეს ეს ხალხი ჭავჭავაძის 5 ნომერში დგანან და ცდილობენ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას. მაშინ როდესაც აი მარტივ რაღაც ეს არის ის რაც მედიამ დაინახა და გამოიტანა. ამავე დროს დღეს სტიქიის გამო დაახლოებით 80-მდე გამოძახება ჰქონდა იმერეთში. იმერეთში ხარაგაულის ერთ-ერთ რაიონში ადამიანს დაეცა ხე და ის ადამიანი ძვლის გადავარჩინა. ზვავი ჰქონდა შხარაზე და იქ დავკარგეთ ერთი პოლონელი ტურისტი და კიდე ბევრი რამ. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, არ ვამბობ მიმდინარე კრიმინალთან ყოველ დღიურ და ყოველ ზოგიერთ ადამიანს გონია რომ ამასთან ეხლა პარალელურად ვიღაცა რაღაცას რო იტყვის, განაწყენებული ამას არ აქვს ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა. ჩვენ თუ ამაზე რეაგია გრძნობიარე გავხდით, მე რწმუნეთ რომ ბევრ დროს დავკარგავთ თქვა. თქვენ თქვით რომ წარმოადგენთ გუნდს, იმ თავრობას, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვეყანას მართავს და არ ხართ უბრალოდ რაღაცა მინისტრი, რომელიც ტექნიკურად ასრულებს მოვალეობებს, ეგრე გამოდის. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, მე უკვე იაკობის მასშტაბი და მისი ზეგავლენა, მაგრამ მამუკა ხაზარაძე არის ძალიან ცნობილი ფიგურა, პირველი თაობის ბიზნესმენი, რომელიც გარკვეული რეპუტაციით სარგებლობს ამ ქვეყანაში და რომელთანაც ახლა ჩვენ თვალი მივადევნეთ აი ამ ბატალიას, ხო? ანუ მე მის თქმა მინდა რომ თუ კი პოლიტიკურად გულს ებრძვიან, ეს თავდასხმები ზოგადად ხო არ ხდება კონკრეტულ პირებზე. შესაბამისად, თქვენი წილიც თქვენზე მოდის. აქედან გამომდინარე, როდესაც ეს ადამიანი რაღაცას ამბობს და რაღაცა სკანდალი მწიფდება, მე მგონია რომ ამაზე მეც აქ ჩვენ ვერ გავარკვევთ, თუ კი ან შუამავალი არ დასახელდა, რაღაცა მეტი დეტალი თუ არ გავიგეთ, ან ლაბორატორიას რო აქ გავხსნით აი DNM-ს შემდეგ აქაც ჩატარდეს რაღაცა ექსპერტიზა. არა, ლონდონიდან დაველოდოთ. ან სხვანაირად მეც ვერ გავიგეთ, მაგრამ თქვენ იყავით ბიზნეს ომბუდსმენი. შესაბამისად ბევრ ბიზნესმენს ხვდებოდეთ. ესეთი ტიპის კეისები, ესეთი ტიპის რაღაცა სკანდალები, რამდენად ზემოქმედებს თქვენი აზრით აი ამ ბიზნეს კლიმატზე? ხომ არ შესulis ეს რაღაცა განწყობას საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმართ და ხელისუფლების მიმართ. ეს ამ შემთხვევაში უკვე კითხვა როგორც ვიცე-პრემიერს და არა როგორც შინაგანსაკუთრების მინისტრს. გავიგე. ესე იგი მოით ასე ვქნათ. ახლა კონკრეტულ ადამიანებზე და მათ საქციელზე საერთოდ არ ვილაპარაკებ, არ მაინტერესებს კონცეპტუალურად რას გვემბრძანეთ. რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერიოდში ეს მოქმედებს. მთელი პრობლემა და უბედურება იმაშია, რომ ადამიანები თავიანთი ვიწრო სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე ისე დებენ სასწორზე ქვეყნის რეპუტაციას, რომ ამაზე არც ფიქრობენ. კარგი მაგალითი იყო, მაგალითად, ბანკი, რომელიც ასევე იყო გარკვეული თავდაცვის სტრატეგიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, მაგრამ დღეს ეს ბანკი ლონდონის ბირჟაზე ივაჭრება ბევრად უფრო მაღალ ფასად, ვიდრე ეს იყო მაგალითად მის ერთი წლის და რეგულარულ ცხოვრებაში. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ამას აცნობიერებს
და აბსოლუტურად ფრთხილად და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უდგება ამ საქმეს. მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო. ეს არ არის სასიამოვნო პროცესი. თავდაცვითი რეჟიმი რაში? ეხლა თქვენ თქვით, რომ რაღაც თავდაცვითი მექანიზმი იყო ბანკის თემის გამოყენება. მე მომეჩვენა, რომ პირიქით ანაკლიის თემა იყო თავდაცვის. არა, რატო პირველი მცდელობა იყო ბანკი, ეხლა არის ანაკლიასაც სახელმწიფო აბსოლუტური პასუხისმგებლობით მიუდგება, რამე თუ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვი. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი ქვეყნის ეკონომიკური მომავლისთვის და რაც ჩემთვის დღეს მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების განზომილებისთვის და აქ ჩვენთვის როგორც სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობაა რომ თვითონ პროექტს იდეას ღრმაწლოვანი პორტის საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე არ მიადგეს რეპუტაციული ზიანი. ბატონო გიორგი, მთავრობამ მიანიშნა, რომ შესაძლოა კონსორციუმი აღარ იყოს, ვთქვათ, სახელმწიფოს პარტნიორი ამ საქმეში. მიანიშნა, გამოთქმული იყო სურვილი, რომ ჩვენ მათთან მუშაობა გვირჩევნია, მაგრამ ეს მინიშნებაც იყო. თუ ასე მოხდა, თქვენი აზრით, მამუკა ხაზარაძის განგაშს მთელი ამ ხნის განმავლობაში, უსაფუძვლოდ ჩათვლიან თუ არა? და დარჩება ის უფრო მსხვერპლი, ვიდრე ვთქვათ თავისი რაღაც ძალიან მერკანტილური ინტერესების დამცველი. თეონა, არ ვიცი. გულწრფელად გეუბნებით, რომ დღეს ახლა უკვე აღარ ვადევნებ ამას თვალყურს. არ მაინტერესებს. ეს გახდა რაღაც ეპისტოლარული ჟანრის თხრობა, რომელშიც აი დროის კარგვის არანაირი სურვილი არ მაქვს. კარგით, მაშინ ერთ შეკითხვას ამ თემაზე და შემდეგ სხვა თემაზე გადავიდეთ. მან მოგიწოდათ ხაზარაძემ, რომ სასამართლოს მეშვეობით იმართლოთ თავი თქვენ. მის ვთქვათ მანაბრალიც წაგიყენათ იმაში, რომ თქვენ გაუგზავნეთ მუქარის წერილი. აპირებთ თუ არა, რომ აი ეს თქვენი მუნდირი დაიცვათ მაგალითად სასამართლოში. ეხლა თქვით, რომ საერთოდ არ ვანდევნებ თვალს არ მაინტერესებსო და ნუ არა. პირველი ამასთან დაკავშირებით. ესე იგი, ჯობია რომ უფრო კვალიფიციური ადვოკატები დაიქირავოს, ეს ერთი. მეორე, მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი სუბიექტური სურვილი. ჩემი თმელის ვალდებულებით და სხვა კიდევ ბევრი არგუმენტებიდან გამომდინარე, მე რაღაც პერიოდი დაველოდები კიდერებს იკადრებენ და ამის შემდგომ ჩემს იურიდიულ როგორც მოქალაქის ვალდებულებებს და უფლებებს აღვასრულებ სრულად. ეს არის ჩემი პასუხი. ბატონო გიორგი, კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, ეს რაღაც ახლა სხვა კინოდან არის, მაგრამ რო თქვენი აზრი მაინტერესებს როგორც პოლიტიკოსის. პერიოდულად ახდება თქვენი წინამორბედის ანუ თქვენი გუნდის წევრებს არ გულისხმობ, ვანო მერაბიშვილს გულისხმობ, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვადამდე გათავისუფლების საკითხი. და ახლახანაც ასეთი ინფორმაცია გავრცელდა და ითქვა თითქოს რომ ეს შესაძლებელია. აი თქვენ როგორც პოლიტიკოსი, რომელიც იმ ჯგუფის, ასე ვთქვათ, და იმ პოლიტიკური ჯგუფის წევრი, რომელიც ვანო მერაბიშვილის, ასე ვთქვათ, პარტიის და მათი მიმართ, ასე ვთქვათ, აგრესიის, ასე ვთქვათ, ფონზე მოვიდა ხელისუფლებაში. ვადამდე ასეთი ადამიანის გათავისუფლება, თქვენი აზრით პოლიტიკურად როგორ კლიმატს შექმნის ქვეყანაში და თქვენი ამომრჩევლებისთვის ეს, ასე ვთქვათ, როგორ გაიგებენ ამას, მე ვიცი, რომ მას თითქოს ეკუთვნის ვადამდე გათავისუფლება. ვადამდე გათავისუფლება. შეკითხვა. თუ ადამიანს ეკუთვნის გარკვეული შეღავათება, რომელიც არის კანონით დადგენილი, რა თქმა უნდა, ეს უნდა შეეხოს. მიუხედავად მის და მის სუბიექტური დამოკიდებულებისა, რა თქმა უნდა შეეხოს. თუ არ ეკუთვნის და ეს არის გარკვეული პროცედურა და მის განსაზღვრებისა იმან უნდა გადაწყვიტოს. აქ მე ვერანაირ საერთოდ სხვა სახის კომენტარს ჩემი მხრიდან ვერ ვხედავ და ამას პოლიტიკურ შეფასებას არ მივცემ უბრალოდ. სხვადასხვა მიზეზების გამო სამართლის საკითხია ეს. რა თქმა უნდა ეს არის სამართლის საკითხი. შეიძლება არის ვიღაცისთვის პოლიტიკური განზომილების მატარებელი საკითხი, ჩემთვის არ არის ეს პოლიტიკური განზომილების მატარებელი საკითხი.
ჩემთვის ეს არის რიგითი მოქალაქე, რომელმაც უნდა ისარგებლოს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ყველა იმ უფლებით, რომელიც აქვს თითოეულ მოქალაქეს. და რაც შეეხება ამ უფლებებს, ბევრი ადამიანია, რომლებიც სწორედ ამ უფლებებზე დაყრდნობით ძახიან, რომ ისინი ვერ პოულობენ სამართალს. მე გულისხმობ რაღაც გახმაურებულ საქმეებს, რომელთა შესახებაც გამოძიება დაწყებულია, მაგრამ დასრულებული არ არის. იგივე ხორავას ქუჩის ნაწილში ეს мама, რომელიც დღემდე ესე ვთქვათ, არ არის კმაყოფილი მიღწეული შედეგებით და გამოძიება დასრულებული არ არის. ან პირად ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასაც ეხება, აქაც ბევრი ღია წერტილია დარჩენილი. მესმის, რომ ეს შეიძლება ძირითადად პროკურატურის ნაწილი იყოს ეს საკითხი, იმიტომ რომ იქ მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ თქვენ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი და გარკვეულწილად და პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი. როგორ რა შეიძლება გააკეთოთ იმისთვის, რომ აი ამ საქმეებს, აი ამ ყველა დაუსრულებელ გამოძიებაში მყოფ საქმეებს დაესვას წერტილი და დასრულდეს. უბრალოდ აი ამაზე ყოველდღიურად რაღაც სპეკულაციებიც კი. ამოთ ასე ვქნათ, ეხლა თქვენ ერთ კალათაში ჩადით ძალიან ბევრი სხვადასხვა კი, იმიტომ რომ ამაზე ბევრი ილაპარაკეთ თქვენ, არა მხოლოდ წინა ინტერვიუში. მე აბსოლუტურად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემი გუნდის დღეს ძირითადი ამოცანა, რასაც ვაკეთებთ, რეფორმების გეგმა, რომელსაც სისტემურ განახლებას ვეძახით, ეფექტურობის გაზრდის გარდა საბოლოოდ აი ჩვენს ხო გვაქვს რაღაც სუბიექტური მიზნების დასახვის, ხო, უფლება. ჩვენი მიზანი არის, რომ ჩვენ აღარ გქონდეს აუცილებლობა და რაც შეიძლება იშვიათად გამოვიყენოთ ფრაზა მიმდინარეობს გამოძიება. კი უკვე იმდენად მერწმუნეთ, რომ ეს არის ჩვენთვის გამახსენებელი არა, უბრალოდ დამამცირებელი. თუმცა ობიექტური რეალობაც გვესმის, რომელსაც ვერ გავექცევით. აქედან გამომდინარეობს ის რეფორმები, რომელიც საგამოძიებო კომპონენტის გარდაქმნაში ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფრაზა მიმდინარეობს გამოძიება ყოველდღიურად, ყოველთვიურად, სულ უფრო და უფრო იშვიათად იყოს გამოყენებული შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელიანი პირების მიერ. ეს არის ჩემი პასუხი და მინდა ასევე გითხრათ, რომ ეს არ არის მე რო გითხრათ ახლა რომ თითოეულ ამ საქმეზე რაღაც ეს არის კომპლექსური თემა. ამას ჭირდება მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის ძალიან მკაფიო და ეფექტური მუშაობა და ეს არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს არის პროკურატურა, ეს არის სასამართლო სისტემა, ეს არის სასჯელ ახსნილების სისტემა და კიდევ ბევრი. ამიტომ ჩვენ ნაწილს ფუნქციის აუცილებლად შევასრულებთ, ჩვენ კოლეგებთან ერთად ვეცდებით, რომ ფრაზა მიმდინარეობს გამოძიება სულ უფრო და უფრო იშვიათად იყოს გამოყენებული. ბატონო გიორგი, მაგრამ ეს ყველაფერია, ეს ობიექტური გაჭიანურებაც მათ შორის, ხო? ამისთვის ხელისუფლება რაღაც ალბათ პოლიტიკურ ფასს იხდის, ხო? 2020 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, როდესაც უნდა მოხდეს ძალაუფლების გადაცემა, სხვა პოლიტიკურ ძალაზე ან არსებულ მმართველ ძალას უნდა განუახლოს თქო ელექტორატმა მანდატი. პრინციპში დამოუკიდებელი საქართველოს თქო ბოლო უახლეს ისტორიაში არ მომხდარა, რომ პოლიტიკურ ძალას მესამე ვადით ემართა ქვეყანა. აი ეს მეორე ვადა სრულდება, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების. იქნებ გითხრათ თქვენი აზრი პარტიაში მიმდინარე რაღაც სიახლეებზე პერსონალიების გარეშეც. აი უბრალოდ მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების ფაქტი, ხო? აი არჩევნები 19 მაისს და წარადგინეს ლადო კახაძის კანდიდატურა. ბევრი კანდიდატურა ამ შემთხვევაში თბილისი, აი მაგალითისთვის ვამბობ. აი ამ ეს თქვენი აზრით არის თუ არა განახლება და აი ეს პოლიტიკა როგორ შეიძლება შემდეგ გამოიხატოს 2020 წლის არჩევნებზე ქართული ოცნებისთვის და კონკრეტულად თქვენ სად იქნებით და თუ შეგიძლიათ, რა ვიცი, ცოტა ადრეა, თქვენ სად იქნებით და როგორ თქვენი აქტივობა როგორი იქნება? წარმოდგენა არ მაქვს, სად ვიქნები. პოლიტიკურ კონტექსტში შეხედეთ შევთანხმდით და თქვენს შეკითხვაში იყო რომ პერსონალიებისგან აბსტრაგირებულად საუბრობთ. კონცეპტუალურად გეუბნებით. მე ვთვლი რომ პოლიტიკური პროცესის ანალიზიდან გამომდინარე ძირითადი ამოცანა ეხლა შევთანხმდეთ იმაზე რომ განახლება მიმდინარეობს ყველგან. განახლება ჭირდება როგორც მაგრამ აქ იყო პრეტენზია რომ ეს პირიქით არ არის სიახლე, რომ ეს არის არ არის სიახლე, ესე იგი
ამორჩეველი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა მიიღოს. და ეს იქნება საბოლოო შედეგი და შეფასება იმის ვიღაცა რაღაც აფასებს განახლება და ამორჩეველი შეაფასებს თავისი პრინციპებიდან გამომდინარე. მე სხვა რამე მინდა ვთქვა. ბევრი რაღაცა გვავიწყდება უბრალოდ და ხშირად აი ამ პერსონალიებს გამოკიდებული არასწორ შეფასებებს ვაკეთებთ. რეალურად მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გავხდით საპარლამენტო რესპუბლიკა. საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში რადიკალიზაციის ის ხარისხი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ფაქტობრივად შეუძლებელი. ვერ მიგვიყვანს ეს შედეგამდე. საბოლოოდ ჯამში ხო ჩვენ რას ვამბობთ? ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს საპარლამენტო რესპუბლიკა. საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციით და ეს ზედამხედველობის ფაქტები ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვნახეთ. რამდენად ეფექტურად აღვასრულეთ, არ ვიცი. ჩემი პოზიცია არის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში რადიკალიზაციის ის ტემპერატურა და ის ხარისხი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ვერ იმუშავებს. ჩვენი ყველა სამოცანა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავერთიანდებით და ეს ერთ რაღაც მაგრამ რადიკალიზაციის ხარისხი უნდა დაიწიოს და ჩვენს მოქალაქეებს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ერთმანეთის მიმღებლობაც ეფექტური და შედეგიანი დიალოგიც, დისკუსიაც სხვანაირად საპარლამენტო რესპუბლიკა ვერ იფუნქციონირებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძირითადი არგუმენტი, რა არგუმენტიდან გამომდინარეც ამომრჩეველი 20-20-ში გააკეთებს არჩევანს. იქ სადაც ნახავს პოტენციალს პოზიტიური თანამშრომლობის, რა თქმა უნდა, ის მიიღებს ამ არჩევანს. სხვა ამომრჩეველი გვასწავლის, როგორ უნდა მივიდეთ ნაბიჯ-ნაბიჯ გაერთიანებებისკენ, კოალიციურობისკენ და კიდევ ბევრი რაღაცისკენ. იმიტომ რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა. სხვანაირად პოზიტიურ დღის წესრიგს რადიკალიზმის იმ დონით, რომელიც დღეს გვაქვს, ჩვენ ვერ შევხვდით. თქვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი გააკეთეთ იმ მხრივ, რომ ესე იგი ხედავთ, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს იმართულობაში, როდესაც მხოლოდ ერთ ძალას აღარ უჭირავს ძალაუფლება და არ ხდება შემდეგ მისი რაღაცნაირად ეს რევოლუციური გზის ჩანაცვლება, არამედ საპარლამენტო კლასიკური მოდელით უნდა იმართებოდეს ქვეყანა, როდესაც სხვადასხვა ძალები თანამშრომლობენ. და მიგაჩნიათ, რომ სწორი არჩევანია, როცა ადამიანი მხარს უჭერს ესეთ ძალას, რომელიც სათანამშრომლოდ არის განწყობილი და დესტრუქციურ ელემენტებს გამორიცხავს. მე ესე გავიგე ამ შემთხვევაში და ანუ პრიორიტეტად სახავთ არა ვთქვათ გამარჯვებას, არამედ პრინციპულად ესეთ ფორმატზე გადასვლას და არა ყველა ძალით რაღაცა მაქსიმალური ხელისუფლების შენარჩუნებას. მე უფრო მეც გეტყვით, რომ დარწმუნებული ვარ, რომ რაც უფრო მაღალი იქნება რადიკალიზმის ხარისხი, მით უფრო მკაცრად დასჯის ამომრჩეველი ამა თუ იმ ძალას. ბატონო გიორგი, დიდი მადლობა. გიორგი გახარია, შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი იყო იმედი ლაივის სტუმარი.